ილიას. დაიშალეთ. ბატონო ილიას. გაგვატარეთ. გაგვატარეთ. Hayır yani 15 gün. არა, 15 დღე გავიდა. İnsan en azından. ნუ თუ ბავშვი მაინც არ მოენადრა. დაერეკა და მოიკითხა. Ben tek başıma თუ მარტო ჩემი შვილია. anlamıyorum zaten. არ მესმის. Neden? ამ ხელა პასუხისმგებლობა მარტო მე რატომ უნდა დამეკისროს? Neden yani? რატომ? Ben mesela çekip მე სიამოვნებით მივატოვებდი ყველაფერს და წავიდოდი. Kanunu yapamıyorum. მაგრამ ასე როგორ მოვიქცე? ჩემს მოვალეობას როგორ გავექცე? საინტერესოა ნეტავ რატომ? ასია, გუშინდელ საკეთ ნერვებს მიშლი. უკვე ტვინი ამიფეთქდა. ილიაზე ბრაზობ თუ ბუნების კანონებზე. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Seni niye böyle asık? რა მოხდა ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? Ben anladım sen. მივხვდი, ხავარ დაგილევია. Tamam. კარგი, ახლა ვიყავას მოგიდუხებთ. ხასიათზე მოხვალთ. ასეთი გახარებული რატომ არის? არ ვიცი, ალბათ თავისი დასავით ესეც სიყვარულმა გააგიჟა. ესე იგი, დღევანდელი გაზეთი ჯერ არ უნახავს. ქალბატონმა გიუნერმა დილაუთენია იყიდა გაზეთი და უკაცრიელ კუთხეში შეიყუჟა. როგორც ჩანს, ასიესთვის არ უჩვენებია. რატომ რა მოხდა? ჩემპიონის შოკის მომგვრელი დაპატიმრება. ღმერთო ჩემო, რა საშინელება? მომეცი აქ თორემ დაინახავს. შემოდით. დღეს რა ხასიათზე ხართ? წამოდით. ყავა მზად არის. Ναι. როგორც ყოველთვის. ჩემი ყოფილი ცოლის მოსანახულებლად მივედი. ცოტა ხანში რაღაცაზე წავგამართდით. მოცებ ხელინმა ხალიჩას წამოსდო ფეხი. დაეცა და გონება დაკარგა. თავი კი მაგიდას ჩამოვარდგა. ვერ დავეთანხმები იმ ბრალდებას, რომ თითქოს ხელი ვკარი და მისი მოკლა მინდოდა. ჩემი კლიენტი საქვეყნოდ ცნობილი სახალხო და ტიტულოვანი სპორტსმენი გახლავთ. როგორც ჩემპიონს მას უამრავი თაყვანისმცემელი ხავს. უსაფუძვლო ბრალდების გამო, რომელიც მისი მისამართით გაჟღერდა, მას უფლება ჩამოერთვა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით მონაწილეობა მიეღო შეჯიბრში, რომელზეც მორი გამარჯვებას მოიპოვებდა. ჩემს კლიენტს ბრალდების მხარე არც ქორწინების პერიოდში და არც განქორწინების შემდეგ უყურადღებოდ წამითაც არ მიუტოვებია. ყველანაირად ხელს უწყობდა, რომ მალე გამჯამრთელებულიყო. ამიტომაც მას უსაფუძვლოდ მიაჩნია მის მიმართ წამოყენებული ბრალდება და ბუნებრივია უარყოფს კიდეც. წარმოდგენილი სამხილებისა და ჩვენებების საფუძველზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას მოვითხოვ. ავარიის შემდეგ, რომელიც სულ ახლახან შემემთხვა, მხოლოდ ყავარჯინები ჩემეცლო გადაადგილება. შემთხვევის დღეს პირველად ვცადე ყავარჯინების გარეშე სიარული. ჩხუბის დროსაც ოთახში ყოველგვარი საყრდენის გარეშე ვიდექი. უცებ ჩემ დაუნებურად ხალიჩას წამოვკარი ფეხი. წონასწორობა დავკარგე და წაქცევის მომენტში მაგიდას ჩამოვარდყი თავი. ასე რომ მომხდარში ილიას ავჯის არანაირად არ მიუძღვის ბრალი. ჩემმა მოახლემ არასწორად შეაფასა მომხდარი. რის გამოც ილიას ავჯის ბრალდებულობასთან დაკავშირებით სამართალდამცავების შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვე. დედა წყალი დალია. მედიკო, მისმინე, ძალიან გთხოვ. ზალა მოიკრიბე. ისედაც ძალიან ცუდად ვარ. შენ მაიცნობა ნერვიულებ. ვიცი, რომ საშინელ ამბავს შეგვატყობინებენ. როდის გვეღირსება მშვიდი ცხოვრება. დაველოდოთ. სიბელი რეკავს. ალო? გისმენ სიბელ. გააფორმეთ გადაწყვეტილება. მოусმინეთ, გადაწყვეტილებას აცხადებენ. ასია, მსხვილი თხირები აღარ იყიდო. ძალიან უხეშია, ვერ ვიხერხებ. ასია, დაო. შეხედე შენ შეყვარებულზე გაზეთში წერენ. პრიზი აიღო? რა კოშმარია. ილიასი? ილიასი? შეწარმოდგენილი სამხილებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე გაირკვა, რომ სჭარბებულს დანაშაული არ ჩაუდენია.
რის გამოც სასამართლომ გადაწყვიტა ილიას საუჯის ბრალი მოუხსნას და გაათავისუფლოს. ნერმინ, დიდება უფალს. ხომ გეუბნებოდი? გეუბნებოდი. ჩემი ბიჭი გაათავისუფლეს. რა ბედნიერი ვარ. ნერმინ, მართლა ბედნიერებაა. ძმაო, გილოცავ. გმადლობ თაჰირ. როგორ გაგვახარე? გილოცავ. გილოცავ ძმაო. ილიას. რა გინდა? ილიას ასე იმიტომ მოვიქეცი რომ მაბადია. თუმცა მოსაკლავად გამიმედე. კიდე მითხრა რომ ბარიბარში ვართ. მე გაბადიე. შენც მაბადიე. ცხოვრება დამიგრია, ჰელენა. ახლა კი ახლოს აღარ გამეკარო. ილიას, მოგვიანებით მეც მოვალ. ჯერ შენი გათავისუფლება უნდა გავაფორმო. გმადლობ, ილიას. მარტო მადლობით ვერ შემოიფარგლები. განცინი.